ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ნივთებისა და დროებითი საცხოვრებელი ბინის შხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 5.19 გრამი ჰეროინი ამოიღეს. ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ დაკავებისას ერთ-ერთი ბრალდებული ნარკოტიკული საშუალება ოპიუმის და მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. მათი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის შხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და სუბოქსინის აბის ნატეხები ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მესამე ნაწილის აქვე პუნქტით.